ბიძინა ივანიშვილის ერთგული მინისტრი გადადგა. რა არაპატია ვახტანგ გომელაურს ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთი ვერსიით ოლიგარქმა ის გიორგი ბაჩიაშვილის საქმის გამო გაწირა. გომელაური დღეს კამერების წინ არ გამოჩენილა. არც მისი შემსრულელის წარდგენისას იდგა ირაკლი კობახიძის გვერდით. თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. არერთი სახელმწიფოს მიერ სანქცირებული გომელაური ამბობს, რომ ახლა ოჯახს უნდა მიხედოს. თამარ დემეტრაშვილი ისაუბრებს გომელაურის წასვლის მიზეზებსა და ახალი ეგრეთ წოდებული მინისტრის შესახებ თამარ გისმენთ. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ახალი კანდიდატი კადრი უკვე წარადგინა. ივანიშვილის პრემიერმა გელა გელაძე იქნება უწყების ახალი ხელმძღვანელი. ვახტანგ გომელაურმა კი გააგრძელა ზოგიერთი ჩინოსნის ტრადიცია და თანამდებობიდან წერილის გამოქვეყნებით წავიდა. გომელაურის წერილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. არ გამოჩენილა გომელაური არც ახალი მინისტრის წარდგენის დროს მთავრობის ადმინისტრაციაში, როგორც ეს ტრადიციულად ხდება ხოლმე. ინფორმაცია გომელაურის შესაძლო წასვლის შესახებ ვრცელდებოდა პერიოდულად და ის უკავშირდებოდა გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაპარვის თემას. მაყურებელს შევახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ბაჩიაშვილმა გაპარვა მოახერხა ქვეყნიდან, თანამდებობიდან გაუშვეს სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. მის წასვლას კი მთელი რიგი სახელმწიფო უწყებებიდან და ასევე სახელმწიფო საწარმოებიდან მის კადრებად მოაზრებული თანამდებობის პირების წმენდა მოყვა. გომელაურმა წასვლის მიზეზად დაასახელა ის, რომ სურს მეტი დრო დაუთმოს ოჯახს. წერილში არ დავიწყებია მადლობა გადაეხადა ოლიგარქ ივანიშვილისთვის. მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ. 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ვიკავებდი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს. რასაკვირველია, ამდენი წლის მანძილზე უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნა ძალიან შრომატევადი საქმეა და დიდ ენერგიას მოითხოვს. დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავისუფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს, მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დაუთმო. რაც შეეხება ახალ კანდიდატურას, გელა გელაძის კარიერა პროკურატურის სტაჟიორობით იწყება 2004-2005 წლებში სოდის უფროსი გამომძიებელი იყო, მუშაობდა ასევე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილედ, იყო გენინსპექციის მრჩეველი. ოცნების მმართველობის დროს კი კარიერა სასჯელ ახსრულების სამინისტროში გააგრძელა, იყო CKPD-ს სამმართველოს უფროსი, მოგვიანებით განათლების სამინისტროში მანდატური სამსახურის უფროსი. 2023 წლიდან დღემდე კი განათლების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. მედიის ყურადღება გელაძემ იმით მიიქცია, რომ მანდატური სამსახურის უფროსობის დროს ერთ-ერთ სკოლაში მას დაფაზე წარწერა ჟიზნ ვარამ დაახვედრეს. ირაკლი კობახიძეს მინისტრის წარდგენისას ძველი და ახალი მინისტრების დამსახურებებზე გაამახვილა ყურადღება, რა თქმა უნდა, არაფერი უთქვამს გომელაურის წასვლის რეალურ მიზეზზე. გუნდი გაგებით მოვეკიდეთ ის გადაწყვეტილებას ბატონი ვახტანგი იყო ყველაზე სტაჟიანი მინისტრი 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. მე მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბატონ ვახტანგ გომელაურს იმისათვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად და ღირსეულად ემსახურებოდა სახელმწიფოს. გასული 4 წლის განმავლობაში ბატონ ვახტანგ გომელაურს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი რევოლუციის 4 მცდელობის აღკვეთაში. ბატონი გელა არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტი, მას აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების გუნდს მხარდაჭერისთვის. მაყურებელს ასევე ვეთქვით იმასაც, რომ ვრცელდება ინფორმაცია ჯერჯერობით დაუდასტურებელი, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა ხარებამაც მიიღო წასვლის გადაწყვეტილება, როგორც აღნიშნა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არის დაუდასტურებელი. ამ ინფორმაციის საფუძველი კი თავად ზვიად ხარაზიშვილის განცხადება, რომელიც მან ერთ-ერთ თათბირზე გააკეთა, რომ სადაც გომელაური არ იქნებოდა ისიც. შეგახსენებთ, რომ ამის შესახებ ფორმულას ეთერში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის განყოფილების ყოფილმა უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა ელაპარაკა.